დილამშვიდობის ხალხნუ ესეც ესე აბა ეს მაგ თუ დახანი არა მაგ ნინო აი ეს ისაკენა გავშია ნაგავჩაკერა ში მეშინია კიდე ახალი წელი მოგილოცოთ იმიტომ რომ ზოგი ძალიან დანერვოზებული არის რაღაცას რო გილოცავთ გუშინდელი ის ერთ-ერთმა გუშინდელი მოლოცვა ვერ მაპატია იცი რა მაინტერესებს რაღაცო შლით კომენტარებს მსგავსი ტიპის ხალხი კი პასუხეს კიდეც დაწყნადი შენ არ მოგილოცავ და მე მაინტერესებდა და აღარ იყო თქვენი კომენტარი ტერიტორიაზე ჰეი შვიდობა გაქვს ხო აღარ იყო კომენტარი ამანთო ჰეი ამეშვირა ისე ვაგჯერცივა იცი რა სიტუაცია ხოლმე ადამიანმა რო არ იცის რომ რა გთქვას მაგრამ თან უნდა რომ ისეთი თქვას რომ რაღაცა აზრიანი გამოჩნდეს ან რაღაცა გამოიწვიოს დებატები თუ რაცა ქვია მოკლედ პირველ შემთხვევა არ არის როდესაც ესეთ რაღაცას მიწერენ ხოლმე მაგალითად გუშინდელ შემთხვევას ვიტყვი აბა აქ რაღაცა ის სუნი და გიგონება იმ პეჩენის სუნიაო რაღაცა ვანილი და ქოქოსი ცუდი სუნი არა კაი სუნი აქვს თავიდან აქვს ცოტა მძაფრი კაია სახეზე მოდი ჯერ ისევ ამას წავის მე რაც მაქვს მაგალითად გუშინ მოგილოცეთ ახალი წელი რა თქმა უნდა ისევ და ალბათ ამ პერიოდში სულ ახალი წლის მოლოცვაზე ვიტრიალებთ და პარალელურად მოგილოცეთ ბედობა რომ მეთქი დაგებედოთ ესა და ყველაფერი საუკეთესო რა თქმა უნდა და კომენტარი ასეთი სიტყვა მარხვას რო იყენებენ რამეში მინდა რომ ადამიანი გავგლიჯო რატო ცდილობენ რომ მაგით ვინმე აწონონ ან რა უფლება აქვთ ერთადერთი რაღაცა რომელზეც არ აგაქვთ არავის არ აქვს უფლება რომ ვიღაცას გადაუკონტროლოთ რას როგორ აკეთებს და რას რანაირად აშავებს და რაღაც როცა საჭიროა 100 წლის მერე იქ გაგვაკონტროლებენ მაგ საქმეს ხო და ჩვენ ნუ დავიღლებით ერთმანეთის ამ თემაზე კონტროლით ადამიანი მარხვაზე ხარო და თუ მარხვა არისო თუ მარხვას იცავთო და არ იციო რომ ბედობა არ არისო მე ვარ ადამიანი რომელსაც უყვარს ყველაფერის ტრადიცია რაც ბავშვებთან ასოცირდება წარმართული გადამართული თუ გადამღმართმული არ ვიცი ძალიან მიყვარდა ხოლმე ყველიერის კვირაში იმართებოდა ხოლმე ჭიაკოკოლება არ ვიცი ვისთან არის ეგ ტრადიცია და ვისთან არა მაგრამ ეგ არის მარხვა სანამ დაიწყებოდა დიდი მარხვა აღდგომის მარხვა ხორციელი რო იყო და მე ყველიერი რო იყო იმ პერიოდში ოღონდ ბერიკაობა და მახსოვს ბავშვობაში დადიოდნენ ხოლმე ძალიან მეშინოდა და მაშინ იყო საქანელა უნდა ჩამოგეკიდა მაგ პერიოდში მახსოვს ცეცხლი უნდა დაგვენთო საღამოთი და ზედ უნდა გვეხტუნავა
ეს ყველაფერი არის წარმართული, რა თქმა უნდა და არა ქრისტიანული, მაგრამ დღესაც დიდი სიამოვნებით გავიმეორებ მაგას, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის ყველაფერი იმ პერიოდთან რასაც ასოცირდება. თუნდაც ის რა ქვია 24-ში ღამე რო დადიან ალილოობას, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ქრისტიანული შობა და არის კათოლიკური, ძალიან მიყვარს ეგ დღე. ეგეც მაგიტო, რომ მეც დავდიოდი ქორწილის წინა დღის თვიარე ბოლოს. იმღერა ვიყავ. ხო და რა მნიშვნელობა აქვს ხალხო, რომელი დღე არის დღეს და რას ვუსურვებ, 3-ში ვუსურვებ, 2-ში ვუსურვებ, 22-ში ვუსურვებ. რა შუაში აქვს მარხვა და რა შუაში რასავთ. ეხლა გუში რომ ბედობაზე ეგრეთ წოდებულ ბედობაზე გითხარით, რომ ყველაფერი სიკეთე დაგებედოთ მეთქი და ყველაფერი საუკეთესო გქონდეთ, რაზე უნდა დამენანოს ჯერ და რავი, საერთოდ არ ამგონია რომ ღმერთი განმირისხდეს მაგაზე, რომ რაღაცა ვეცადე რომ დაგბედებოდათ რამე. არ ამგონია ყოველ შემთხვევაში. ხო და თუ რაღაცა იქნება კიდე მე მივიღებ იქ 100 წლის მერე, ასე რომ თქვენ არ იდარდოთ და ინერვიულოთ, ვინც ნერვიულობს ხოლმე მაგაზე და ვინც ზოგადად ადამიანს მაგით წონის ხოლმე. ხო, ეხლა რაც შეეხება ჩემ თვალს, ავტყობთ რომ ისევ აი აქ მაქვს დაწითლებული და დასიებულიც. გუშინ დრამდე ფიქრობდი რომ რა არის გუშინ და გუშინ წინ დამეწყო. და გუშინ უკვე კარგად დასიებული მქონდა, აი ქვემოთ მაქვს დაჩირქებული ვით, აი აქ უთითოზე შიგნიდან. ყველაფერი ვიფიქრე, რატო უნდა მომსვლოდა, იმიტომ რომ არაფერი არ მქონია რა თვალზე ეს ცხოვრებაში და რავი ხა რა გავაკეთე. არც წიწაკიანი ხელი არ მქონდა. ანუ არაფერში წიწაკა არ მიხმარე სპეციალურად. ბავშვების გამო სუნელიც კი არ მიხმარია. და მოკლედ წიწაკა ამოვიღე ამ პერიოდში ხმარებიდან. ხო და ანუ არ ხო შეიძლება რომ ხელი ამომესვა რაღაცა და გამღისიანებოდა რაღაცა. ხო და გუშინ რამდე ნერვიულობდი რომ მეთქი რა არის. და ხა რო გაგირთვი ხო უნდა წახვიდე ექიმთან, ხო ესე ხო ვერ ივდი ამ ხელა თვალით და რაღაც. დილას რო ანუ აქამდე რატო არ გამახსენდა არ ვიცი, დილას რო ავდექი ჩავიცი რაღაც. გავედი გარეთ და გამახსენდა რაც არის. გამახსენდა რაც არის და რაც დავიმართე მე. რა თქმა უნდა. მოკლედ გუშინ წინ დილით სანამ ლილოელები მოვიდოდნენ, მოგვშიდო ჩვენ და მე და ბარბარე ჩავედით, რომ პატარა რაღაცეებზე უნდა ცოტა რაღაცები დაგვედო, რომ ყველას ერთად გვეჭამა. ამ პერიოდში რომ სახლში ვართ, ზოგადად ძალიან გვიჭირს ხოლმე ერთად რომ ჭამოთ, ანუ ტრადიციული ერთად საოჯახო. ხო და ზოგი როდის ჭამ, ზოგი როდის უწევს, ზოგი სად მიდის, ზოგი საიდან მოდის და ასე შემდეგ. ხო და ისა ეს პერიოდი რომ ერთად ვართ, ვცდილობთ ერთად მივირთვათ და მოდი სანამ თუ მოდიან და სანამ მოვლენ, ჩვენ გვშიოთ. ხო და ლაშას ქონდა მაყალზე შემწვარი თევზი, ძალიან გემრიელი თევზი. ხო და ეს ხო იყო ცივი. და დიდ ტაფაში წინა დღის ბლინჩიკების რაშიც გავაცხელე, ისევ ბლინჩიკები ჩავყარე და ცოტა ესე გავწიე და თევზი ჩაუდე რა, ეს თევზი, ცხიმიანი თევზი მიუხედავად იმისა, რომ მაყალზე შეწვა, ცხიმი ჰქონდა კიდევაც. მეთქი შევათბობ რა. და დავაფარე სახურავი. არა, არ დავაფარე სახურავი და აი რო არ დავაფარე, მანდ მივქარე ზუსტად. მერე დავაფარე, მაგრამ მერე უკვე გვიანი იყო. და რატო? ეს ცხიმიანი თევზი რო ჩავდე და ატაფა რო გახურდა, აი ახლა პირველ შემთხვევა არ იყო, როდესაც რაღაცას ზეთის ყდება ხელზე მოგესხმება, სახეზე მოგესხმება, ძალიან ხშირი შემთხვევა გვაქვს ხოლმე ეგ და ხო შემეძლო იმ წუთას დამეფარებინა, მაგრამ არა. ეს ცხიმი გასკდა, კაი გახურებული ცხიმი და ზედ აი ამ ადგილას მომეწუწა. აქ და აქ. იცი როგორ იყო, რომ ხო გასკდა და ისე ქნა ხელი რო წავიღე, უცბად მე მეორე აქ მომხვდა.
ზედა აი ამაზე კი არ მომხვდა, თვალში მომხვდა, თვალში და აი ესე გამოვისვი რა. ხო და იმ წუთას კი არაფერი. ანუ ხო დამეწვადა რაღაცა, მაგრამ ჩვეულებრივ ამბავად მიმაჩნდა, იმიტომ რომ პირველ შემთხვევაში ეგ თვალში არ მომხვედრია, მაგრამ მეთქი ხო რა ლაით. ზუსტად სადღაც 1 საათიდან ვიგრძენი შიგნიდან ქუთუთოს წვანუ. სავარაუდოდ ინფექცია შემეჭრა, ან დამეწვა, ან რაღაცა. ეგ მომენტი მომივიდა. ხო და უცბად დამკრა თავში ეგ და შემოვედი და ლაშს ვეუბნები რომ ესე რო იყო მეკი მაგის ბრალი შეიძლება იყოს და კიო გამოვალ და იქ და კვარცხნი რა შეცივდა აქედანაც უნდა გამოვიდე საწოლს ავალაგებ და გამოვალ შენც აალაგე მანამდე ხო და ეხლა წუხე ძალიან მიშლიდა ეხლა მივხვდავთ იმისა რომ დასიებაც მაქვს ისე აღარ მაწუხებს წუხენ ესე რომ წევდი მაწვებოდა რაღაცა იმტკიოდა აი ეს ადგილი მტკიოდა ეხლა აღარა მაქვს ხო და მთავარია მივხვდი მიზეს და ახლა ესე იგი გაგივლის ლაშას აქ რაღაცა ჩასაწვეთებელი ადრესო არ კაისაქნეს და დაეწვა და თუ გინდა იმას მოგცემ ჩაიწვეთეო და არ ვიცი რა ქვია ოღონდ მაგ წამალს ხო და ისა არ ჩავიწვეთე რა ვიცი იქნებ მეთქი არაა საჭირო და რადგან დღეს ცოტა შვება ვიგძენი ანუ არ მტკივა არ მაწუხებს ოდნავ მეცრემლება წითელი თმა აქვს და პატარა წითელი მაქვს და პატარა თვალი არის ვქენი რა დღეს არის შაბათი დღეს რა თქმა უნდა ისევ სახში ვარ რა თქმა უნდა საჭმელი არ მაქვს გასაკეთებელი სრულიად თავისუფალი ვარ ეხლა ბავშვები შეჭამენ მტვერსას ურჩავ დავალაგებ და სავარაუდოდ ეშერეფის სიზმარით დადებული იქნება ის სერია რომელსაც ველოდები მე და აუცილებლად უთოსთან ერთად გავატარებ დღევანდელ დღეს პარალელურად სარეცხიც ირეცხება და რამე რაც წელს აი 3 დღეში იყო ყინვა ეგეთი ყინვა არ ყოფილა წინა წლებთან შედარებით ამ პერიოდში აბანოშიც კი გაყინული იყო კრანი და დუში მარტო კუხნაში ჩაირთა წყალი ტელეფონია ვინა დედა ხო დედა რა შვები რატო წახველი ესე მალე სამუშაოზე ესე მალე მიდიხარ ხოლმე აი მე კარგად ვარ ასე შვენივრად არის მისდერა არა სახში ვარ არსად არ მივდივარ მომიკითხე და მიულოცე ჩემ მაგივრად ყველაფერი რომალი გასულა დედა ჩემი სამსახურში ვინ მირეკავდა დედა 83 დედას თავდება ათო ხო ხმა წეული არა მაქვს რა სჭირს ამ ტელეფონს აუწი არა ქონია წეული და აუწი სამსახურში გავალმე ორშაბათს იმედია ორშაბათამდე ეს თვალად მექნება მოკლედ ჩემ თავს პირობას მივცემ რომ როგორ პასიურადაც გავატარე დეკემბრის სადღაც მეორე ნაწილიდან სადღაც 10 რიცხვამდე თუ რაღაცა ჩვეულებრივ ვდებდი ვიდეოებს და მე წავკვდი ხო და ვეცდები რომ ჩემ თავი გავაღვიძო და ახალი წელია ბოლო ახალი ცხოვრება იწყება ეხლა ვიღაცა გამოვარდება და მეტყვის რომ რანაირად არის ახალი წელი მეც ვიცი რომ არ არის ნამდვილი ახალი წელი მაგრამ მინდა რომ მოგილოცოთ და ხო და თავს ვაიძულებ რომ რეჟიმში ჩავდგე იმიტომ რომ როგორც ორშაბათს სამსახურში უნდა წავიდე
ისე ეს არის ჩემი სამსახური ხო არის. პლუს ჰობია, პლუს სხვანაირი არის, რაღაცნაირი არის. თქვენთან ურთიერთობა ხო იცით როგორ მიყვარს ამდენი წელი უკვე მე-6 წელი დაიწყო ხალხი ხო თუ მე-7 წელი დაიწყო. ამდენი ხანია. მე-6 თუ მე-7. მე მგონი მე-6 თუ მე-7. ნუ მოკლედ. ვიდეოებს თუ ჩავყვები და ვნახავ ყველაზე პირველ ვიდეოს, შეიძლება 5 წელი იყოს ნაჩვენები. პირველი ვიდეო, რომელიც მაქვს დადებული, მაგრამ მე ერთი პერიოდი წავშალე ყველა ვიდეო, სადაც 1-2 თვე თუ რაღაცა, ან ხო იცი რომ იწყებ. და რო უყურებ შენ თავს, მე ერთხელ რო დავდე ვიდეო, რო ვუყურე, სანამ დავდებდი, მეგონა რომ ანუ ეს ხო ვყურებდი და მეგონა რომ ვიღაცას თოფი ჰქონა მობჯენილი ჩემზე და ისე მაწერინებდა ვიდეოს. ეგ ვიდეოებს უწავშალე. მე 2 ან 3 თვე გაჩერებული ვიყავი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ფიქრობდი რა, რომ ეს არ არის ის, არ ახარ შენ ამ ვიდეოში და მე მივხვდი, რომ ის უნდა გააკეთო როგორც ხარ, როგორცაც, რავი, კული გავყევი. აი როგორიც ახარ, გამოიყვანე, დაჩეჩქვე, გადააგდე. აი ესე. აქციო ეხა შენ თხლად არ გაწვია, ალაგე საწოლი. წაველი მაშინ მეც ავალაგებ საწოლს. ხოდა. მოვალ ხოლმე. ვიდი ჭამე და ბარემერე დაგვარცხნი თავს, მაგრამ ეზარება მისთვის დავარცხნა. ბარბარემ გაიღვიძა? გამოდებული არ მაი ტელეფონში. მაგრამ ტელეფონს უყურებს. ნინო. არ გინდა შენ რომ შვიდში ელეს დაბადების დღეზე მაიკოს და თორნიკეს გავაყოლო შენ თავი და მე ალილოზე ვიარო. ალილოზეც მინდა. რაღაცაით მგონია რომ ალილოზე თუ არ წავალ, ჩემ თავს უხალატებ მეთქი. წავედი ეხლა ხალხნობა, ჰედა აბახო. მომავალ ვიდეომდე.